Ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია პერფორმანსი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. თქვენ ახლა კადრში ხედავთ აქციის მონაწილეებს. სხვა ტიპის პლაკატებით არიან ისინი მოსულები თავისუფლება მზია ამაღლობეს იბრძოლეს სანამ გვიან არ არის აქცია პერფორმანსიც არის დაგეგმილი სანამ უშუალოდ პერფორმანსი დაიწყება მანამდე ვეცდებით რომ უფრო მეტი გავიგოთ ამ აქცია პერფორმანსზე თამნა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ რას ნიშნავს დღეს თქვენი აქ შეკრება იმიტომ რომ სულ ცოტა ხანში რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესიც უნდა დაიწყოს რატომ დაიწყეთ ეს აქცია პერფორმანსი პოლიციის სამმართველოდან აქცია პერფორმანსი არის პოლიციის სამმართველოსთან იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მთელი ეს საგა ასე ვთქვათ უკანონობის და უსამართლობის დაიწყო სწორედ აქ დააკავეს მზია ამაღლობელი 11 იანვრის და 12 იანვრის ღამეს ორჯერ როგორც გახსოვთ სწორედ ამიტომაც ვართ პოლიციის სამმართველოსთან და რასაკვირველია კიდევ ძალიან ბევრი საკითხია იმ ძალადობის, იმ ზეწოლის და იმ შეურაცხყოფის გარდა რაც ყველამ ვიცით რაც მოხდა შენობაში გარდა ამისა ის სამარცხვინო ჩვენებები რომლებსაც ამის უკვე აგერ მერამდენე სასამართლო პროცესია უსმენთ და რასაკვირველია ნორმალურ ქვეყანაში ირაკლი გებუაძე დღეს თანამდებობაზე აღარ იქნება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ის რომ ირაკლი გებუაძე შეუწყდეს უფლებამოსილება თუმცა ის ამ დრომდე იკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. ხალხთან ესთან საკმაოდ საინტერესო პლაკატებით ხართ მოსულები რა იქნება დღეს თქვენი სათქმელი სულ რამდენიმე წუთში დაიწყება მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი და ალბათ ნახავთ დღესაც სრულ მოწმეებს რომელიც არ მიგვაკლო ამ ხელისუფლებამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღევანდელი ჩვენი აქციით გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ მოძალადე პოლიციელების შესახებ, რომლებიც არიან ამ შენობაში ეხლა და რომელთაც პასუხი არ უგიათ. პირიქით ისინი უსირცხვილოდ, უტიფრად აძლევენ სრულ ჩვენებებს სასამართლოს და ამიტომ ჩვენ აქ მოვედით, ეს არის რა ვიცი, სიმბოლურად ჩვენი ჟესტი და მალე ჩვენ დავიძრებით სასამართლოს შენობისკენ, სადაც გაიმართება მზია ამაღლობლის ამ რეჟიმის ტყვის სასამართლო პროცესი. მადლობა. ეთერ თურაძეს ვხედავთ, რომელიც მომზადებული აქცია პერფორმანსისთვის. რა არის თქვენი სათქმელი და რა აქცია პერფორმანსი პირდაპირ ეთერში რო ნახოს ჩვენმა მაყურებელმა. მოკლედ, ეს არის გებუაძის ჩვენებიდან, რომ გაუწითლდა ლოყა სამკურნისა მზიას სილის გაწვნის შემდეგ, განიცადა ტკივილი. ეს არის ჩვენება მისი ჩანაწერიდან, მისი დოკუმენტში არის ეს მისი ჩვენება და ამას ედავებიან მზიას, რომ თითქოს თავს დაესხა. აი ეს არის მზიას ბრალი. ჩვენ რა ვქენით ახლა? მოვიტანეთ კოლხური მალამოები, კეტონალები, რაღაცა ბამბა, სპირტი, ვაპირებთ რომ დაუტოვოთ მას და ისაქნას რა ქვია, დაიამოს იქნება ეს ტკივილი. ჩვენმა მაყურებელმა რო გაიგოს ბათუმის პოლიციის უფროს მოუტანეთ სამედიცინო, ესე ვთქვათ, პირველადი დახმარების ნივთები მისი სახის მოსაჩვენად. ხო, რაც შეეხება, ნუ ეხლა რეალობა იმას რო დავანებოთ თავი, აი ეს ადამიანი არის ამ ადამიანის ჩვენების საფუძველზე მზია ამაღლობელი, ასე უპირებენ დასაჯენ 4-დან 7 წლით. ეს არის აბსოლუტურად უკანონო ბრალდება, აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაში იმყოფება მზია და ჩვენ აქ მოვართ, ბევრჯერ მოვართ და მუდმივად ვიტყვით რომ ამ შენობაში დაიგეგმა სპეცოპერაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, მზია ამაღლობელის დასაკავებლად და ამ შენობაში არიან პოლიციელები, რომელსაც იმის უნარიც კი არა აქვთ, რომ აი ეს ცრუ ჩვენებები შეათანხმონ და ერთი რაღაცა სხვა ცრუპენტელობს, მეორე სხვას. მაგალითად, თამარ კერესელიძე არის აქ პოლიციის გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ მზია ამაღლობელს მიაწოდა ზამთარში მაცივრის წყალი. მაშინ როცა ვიცით რომ მზია ამაღლობელს წყლის დალევის შესაძლებლობად გებუაძე აი ამ კაცის ბრძანებით არ აძლევდნენ, ამ ლოყა გაწითლებული კაცის ბრძანებით. მეორე ამბობს რომ მზია ამაღლობელი მათ ეძახდა ბოზებს. სინამდვილეში ოქმში ეს სიტყვა საერთოდ ნახსენები არ არის. რაც ოქმში წერია, ისეც ტყუილია და სიცრუეა სრული, მაგრამ აი ესეც აი ეს რაღაცა თვითშემოქმედებაში არიან.
საერთოდ არც ერთმა არ იცის რომ ამ პოლიციის შენობაში არის თუ არა კამერები, არც ერთი ანუ 12 წელია, 10 წელია, 8 წელი აქ მუშაობენ, მაგრამ არ იციან პოლიციის დეპარტამენტის შენობაში არის თუ არა ვიდეო სათვალთვალო კამერები და ასე შემდეგ. დაუსრულებელი არის აი ეს ცრუბრალდებები და მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, ვითხოვთ რომ ეს ადამიანი მოაშორონ ამ ქალაქს. აი ეს ქალაქი არ იმსახურებს ისეთ პოლიციის უფროს როგორც ირაკლი დგებუაძე. მადლობა ეთერ თურაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში, მათ აქვთ მოტანილი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო პირველადი დახმარების ნივთები, რომელსაც უტოვებენ ირაკლი დგებუაძეს. არსებული ინფორმაციით დღეს ირაკლი დგებუაძე უნდა დაიკითხოს სასამართლო პროცესზე, რომელიც როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში დაიწყება და მე ვთხოვ ოპერატორს, აი თქვენ კადრში გაჩვენოთ უშუალოდ აი ეს აქცია პერფორმანსი და აი სამედიცინო ნივთების მიტანის პროცესი ბათუმის პოლიციის სამმართველოს წინ. აი ეს არის ის ვითარება, რომელიც ამ წუთებში ხდება ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან, თავისუფლება მზიამაღლობელს და ხედავთ ასევე იმ სამედიცინო ნივთებს, პირველადი დახმარების საჭირო ნივთებს, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსისთვის არის მოტანილი. გამაყუჩებელიც მათ შორის ეთერ თურაძის ხმა ისმის და სწორედ ის ადგილია სიმბოლურად არჩეული, სადაც დააკავეს მზიამაღლობელი, სწორედ აქ ამ ადგილზე გააკრა ბათუმელების რედაქტორმა პლაკატი, რომლის გამოც მოხდა პირველი დაკავება მისი ადმინისტრაციული წესით, ამის შემდეგ მეორე დაკავება იყო სისხლის სამართლის მუხლით, რომელზეც ასამართლებენ მზიამაღლობელს. ის რამდენიმე თვეა უკვე პატიმარია და როგორც გითხარით, სულ რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის სასამართლო პროცესი, სადაც არსებული ინფორმაციით დღეს მოხდება სწორედ ირაკლი დგებუაძის დაკითხვა ბათუმის პოლიციის უფროსის, რომლის სილის გაწმის გამო ქალიც უკვე რამდენიმე თვეა ქალი ჟურნალისტი, რომლის გამოც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, ციხეშია და მის გაშვებას რატომღაც ხელისუფლება მიზანმიმართულად არ აკეთებს, თუმცა ჩვენ ვნახულობთ სასამართლო პროცესზე არაერთ სრულმოწმე პოლიციელებს, მათ შორის ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც გომელაურის უწყებაში მას შემდეგ რაც როგორც გაირკვა მზიამაღლობელს შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ შენობაში, დაწინაურდნენ კიდეც.